ჯერჯერობით დაუზუსტებელია უპასუხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალ ჟურნალისტების კითხვებს. ვიდეოკონფერენცია მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 12 საათზეა დაგეგმილი. 11 საათზე კი სააკაშვილი მოწმის სახით მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. უწყებაში, რომელიც სააკაშვილის დედას გუშინ გვიან ჩაბარდა, აღნიშნულია, რომ ექს-პრეზიდენტის პროკურატურაში არ მისვლის შემთხვევაში სამართლებრივი ხასიათის იძულებითი ღონისძიება იქნება გამოყენებული. რა შეფასებები მოყვა ყოფილი პრეზიდენტის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ნახეთ ბატე შამუგიას რეპორტაჟი. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მთავარი პროკურატურა დაკითხვაზე კიდევ ერთხელ იბარებს. ოფიციალური უწყება მოწმის სახით დაბარების შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედას გუშინ ჩაბარდა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით პროცედურა კანონდარღვევებით განხორციელდა, რაც საქმეს პოლიტიკურ ელფერს აძლევს. ითანამშრომლებს თუ არა სააკაშვილის საგამოძიებო უწყებასთან. მისი ინტერესების დამცველები ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს დღეს თავს არიდებენ. ვერ აღასრულებენ ამ განჩინებას ფიზიკურად, ვინაიდან იგი საქართველოში არ იმყოფება. ხოლო საერთაშორისო ძებნას ვერ გამოაცხადებენ, ვინაიდან მას მოწმის სტატუსი აქვს. ამიტომ არნაირი პერსპექტივა ამ იძულებით მიყვანას და ამ რაღაც მუქარანარეულ განცხადებებს არ აქვს. თუ საუბრობენ პირის ბრალეულობაზე, მაშინ გვაჩვენონ მტკიცებულებები და ნუ იბარებენ პოტენციურ ბრალდებულებს მათივე განცხადებით მოწმის სტატუსით. ამ დაბარების შესახებ არაფერი იცოდა მთავარი პროკურატურის პრეს-ცენტრმა ღამის 12 საათამდე. რაც გვაფიქრებინებს, რომ უწყება რეალურად გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან, ხოლო პროკურატურამ მხოლოდ შემდეგ ჩააყენეს საქმის კურსში. ხაზგასასმელია, რომ უწყებაში არ არის მითითებული თუ რა საქმის შესახებ იბარებენ ყოფილ პრეზიდენტს. თუმცა ცხადია, რომ ეს შემკვეთებისთვის სრულიად უმნიშვნელო დეტალია. პროკურატურის განცხადებას ნაციონალურ მოძრაობაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის გაგრძელება დაფასებენ. საპარლამენტო ოპოზიციაში ბიზინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესების თანხმოძრაზე მიანიშნებენ და ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა ქვეყნის იმიჯს აზარალებს. ეს ყველაფერი აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ჩვენ გვყავს ივანიშვილის პოლიტიკური მონების გუნდი მთავრობაში, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობაზე კი არ ფიქრობს ამ ოლიგარქის ჟინის დაკმაყოფილებას. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეხლა მომენტია. ისევე ხაზგასასმელია, რომ მისი პირადი ბოღმები ქვეყნის წინა პრეზიდენტის მიმართ ძალიან ემთხვევა ჩრდილოეთის მეზობლის პრეზიდენტის პირად ბოღმებს და ეს დამთხვევა შეიძლება მხოლოდ დამთხვევა არ იყოს. პოლიტიკური ანგარიშწორების მცდელობას გამორიცხავს მართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის მორიგი დაბარება საგამოძიებო პროცესის ნაწილია. კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და ექს-პრეზიდენტმაც მის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და ჩემს აზრით გასაკვირი იქნებოდა ის, რომ ლეგიტიმური კითხვები გამქრალი იყოს ადღაც. ასე რომ მე არაბუნებრივ იმაში ვერაფერს ვერ ხედავ, შესაბამისად გვაინტერესებს რა ლეგიტიმური შეკითხვები არსებობს და სააკაშვილს ეყოფა თუ არა ღირსება იმისათვის, რომ თუ მართალი კაცია, შეკითხვებს პასუხი გასცეს. პოლიტიკური ანგარიშწორების ყველა ფორმასაც გამოვრიცხავ, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინოთ, რომ მე პირადად მინდა მქონდეს ისეთი ქვეყანა, სადაც კანონის წინაშე და კანონის უზენაესობის წინაშე ყველა არის თანაბარი, დაწყებული რიგითი მოქალაქიდან დამთავრებული ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ უნდა მიიღოს მან ამ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრეზიდენტი პირველად დაკითხვაზე 27 მარტს დაიბარა. მიხეილ სააკაშვილისთვის კითხვები 10 გახმაურებული საქმის გარშემო უნდა დაესვათ, თუმცა ის საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადებულა. მან ასევე უარი განაცხადა პროკურატურის შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც დაკითხვა სკაიპის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო. მთავარ საგამოძიებო ორგანოში მიხეილ სააკაშვილს სხვა 11 საათზე ელოდებიან.